ხმაური პარლამენტში ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტი თუ ქმედ უნარო ორგანო. გაუქმდება თუ არა ეროვნული უშიშროების საბჭო პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის შემდეგ საბჭოს არაეფექტურობაზე საპარლამენტო უმრავლესობაშიც ალაპარაკდება. მოუთხო რომ პრემიერ-მინისტრი ჩავიდეს ავღანეთში. პრემიერ-მინისტრი რომელიც გაბედურებას და პრინციპულობას ნამდვილად არ უჩივის, იქაც ჩავა ავღანეთში და ჩვენ ჯარისკაცებსაც შეხვდება, მაგრამ გარწმუნებთ პირდაპირ ეთერში არ დასვამს იმ ჯარისკაცებს და არ მოთხოვს მათ მოუყვნენ რამდენი მოწინააღმდეგე ყავთ განადგურებული. დაპირისპირება პარლამენტში უმრავლესობასა და უმცირესობას შორის უშიშროების საბჭოს ხდომაზე გუშინ პრემიერ-მინისტრის არ დასწრებას მოჰყვა. ძალიან ბევრი დროის გამო მართლაც ახალი გასართობი იშოვა და დაკავდა ახალი გასართობით და დაიწყო უშიშროების საბჭოების სწორედ ეს ხდომების მოწვევა. მინისტრები ვალდებულები არიან და იძულებულებიც არიან რომ მივიდნენ, მაგრამ პრემიერი არ არის ვალდებული.